დავუშვათ მე მაქვს 10 მილიონი, ან მე მაქვს 100,000 და შენ მომიტანო ბიზნესი და ამით ამაში 10,000 თუ ჩადებ, ან მილიონს თუ ჩადებ, გაჩნია. მაშინ ეს რაღაც შედეგს მოგვიტანოს და მე უნდა დავიჯერო და გავრისკო. მე ვიძახი სხვანაირ სიტუაციას, აი სადაც ადამიანი როგორ სიტუაციაში არიცი, დავუშვათ 10,000 აქვს და 10,000-ვე ან რაღაც სამსახური აქვს და მილიონიანი სამსახური აქვს თუ 5,000-იანი სამსახური აქვს, არა აქვს მნიშვნელობა. აი ამ ხელფასი აქვს გარანტირებული 100,000-იანი ხელფასი აქვს. ხო არიან ეგეთი ადამიანები. აი 3,000 რო აქვს სიტყვაზე ხელფასი, იმან რო თქვას რომ გავრისკავ, იცის რომ კიდევ ერთხელ იშოვის 3,000, მაგრამ 100,000 რო აქვს ხელფასი, იმან უნდა თქვას რომ მე ამას დავთმობ და მთელ ჩემ დროს მოვახმარ, აი აქ უნდა გაბედოს ეს. და თუ იცის რომ მოდი აქ 100,000 აქვს, მაგრამ აქ 200 იშოვის და მოდი 100,000-იანი ნამატის გამო მოკლედ ბალანსია, წონებია, რამდენად თუ ძალიან დაიჯერა რომ იქ 200,000, მაშინ გადავა, ხო? მაგრამ თუ უბრალოდ რისკავს იქ, მაგრამ თუ იქ რისკავს, იცის რომ რისკავს და არც ეგეთი სტაბილურად გარანტირებული არ არის, მაგრამ სამაგიეროდ შიგნით პოულობს თავის სულს, თავის მისწრაფებას, თავის რაღაც იდეას, რაღაცის რითაც შეიძლება ემსახურებოდეს, რაღაც სარგებელი მოქონდეს, უფრო მეტი შანსია რომ გაბედვის ძალა მიეცეს.